აქ მისტერ რეზუმენია. დღეს მე ავხსნი ერთ კომედიურ ფილმს სახელად I am losing weight. წინ სპოილერებია. ყურადღება, ფრთხილად იყავი. ფილმი იწყება რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში. ანია 30 მიუღწეველი გოგოა ZHNYA-სთან ცხოვრობს. ის ბოდიბილდერი და ცურვის მწვრთნელია. ანია კი საცხობში საჭმელთან მუშაობს. როცა წყვილი ერთმანეთს შეხვდა, მას ნულოვანი ზომა ეცვა, მაგრამ თვეების გასვლასთან ერთად საკმაოდ ბევრი წონა მოიმატა. ერთ დღეს მათ დაურეკავენ, რომ მეგობრის ქორწილში წავიდნენ. ანია რამდენიმე თვის წინანდელ ტანსაცმელს ირგებს და ხვდება, რომ უკვე კარგად აღარ ეტევა. თავს იმშვიდებს, რომ ვერავინ შეამჩნევს, თუმცა სხეულზე ცვლილება დიდია. ZHANYA-მაც იცის, მაგრამ დუმს. რამდენიმე სამოსის მოსინჯვისა და ზოგის დახევის შემდეგ ანია ემზადება. როდესაც ზენია მას კაბაში შეხედავს, გაოცებისგან ყბა უვარდება. ის უკვე აღარ არის ის გოგო, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა. მას არ უნდა რომ ქორწილში მასთან ერთად ნახონ, რადგან ფიტნეს ინდუსტრიის მისი ყველა მეგობარი იქ იქნება. ამიტომ დახვეწილად მიანიშნებს იმ იმედით, რომ სახლში დარჩება. მისი შვებისთვის ანია ამბობს, რომ სახლში დარჩენა და პიცის შეკვეთა უნდა, მაგრამ ჯენია პირდება, რომ ახალდაქორწინებულებს მიულოცავს და ერთ წამში სახლში დაბრუნდება. წასვლამდე ხელს კიდევს და დახლზე სვამს, მაგრამ გვერდს უვლის, როცა კოცნას ცდილობს. ანია ამ ჟესტს ამჩნევს, მაგრამ მალავს, რომ ეტკინა. როცა ის მიდის, კომფორტულ ტანსაცმელს იცვამს და იწონის თავს, რათა გაიგოს, რომ 76 კილოს იწონის. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ წუწუნებს, თითქოს წონა მოიმატა, მისი ერთადერთი მიზანი დღიური აფირმაციების თქმის შემდეგ ერთი ჭიქა წყლის დალევაა. ახლად შემწვარს ამზადებს და ინტერნეტში იკეკება, სანამ შეყვარებულს ელოდება. ტელეფონით საუბრისას ქორწილის ფოტოებს უყურებს. ჯგუფურში ZHANA-ს გამხდარი ფორმაში მყოფი გოგოები აშფოთებს. საკუთარ თავს მათ ადარებს და შეცდომებული რჩება. უცებ ფოტოზე ჯენია გოგონასთან ერთად დაინახა, რომელმაც ის ლოყაზე აკოცა. ანია გაცობდა და ქორწილში გასაქცევად მოემზადა. საუკეთესო მეგობარ ნატაშა სულ ეკავს, რომ წაიყვანოს. ნატაშა ამჩნევს, რომ ანიას წონა მოემატა, მაგრამ მისთვის ისევ ლამაზია. სახეს უჭერს და სხეულის ნდობას აძლევს. მისულს შენია გოგოსთან ზედმეტად ახლოს მოცეკვავე ხდება. ჭვიანობა მთლიანად ეუფლება და მათ შორის დგება. ჯენია აშკარად გაოცებულია, მაგრამ მაინც აგრძელებს ცეკვას, სანამ მეორე გოგო დაცინვით არ წავა. ცოტა ხნის შემდეგ წყვილი ჯდება და ანია ჭამას იწყებს. ის ეკითხება, რატომ ცეკვავდა იმ გოგოსთან, მაგრამ ჯენია ცდილობს დამალოს. ამბობს, რომ ჯგუფურად ცეკვავდნენ. როცა ანია დაჟინებით ეკითხება, ის თავს ესხმის სიტყვებით და აღიარებს, რომ უკვე აღარ მოსწონს. ამატებს, რომ ის არაფერს აკეთებს გარდა ჭამისა და მისთვის ტვირთად იქცა. ანია ტირილს იწყებს, მაგრამ სანამ რამეს იტყვის, მათთან ახალდაქორწინებული წყვილი მოდის. ისინი ცდილობენ გაიღიმონ, მაგრამ ღიმილი უქრებათ, როცა პატარძალი ანიას ეკითხება, ორსულად ხომ არ არის. ამის შემდეგ ჯენია მას ემშვიდობება და მიდის. შემდეგ სცენაში ანია ავტობუსშია და დედის სახლისკენ მიდის. ის გულმოკლული ტირის საერთოდ არ ადარდებს. ხალხი რას იფიქრებს მასზე. ის დედას პაემანზე მყოფს გადაეყრება. მიხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მარტო სტოვებს. ანია დედას უყვება, რომ ბიჭმა წონის გამო მიატოვა. დედა კი ეუბნება, რომ ის მსუქანი არ არის, უბრალოდ ფართო ძვლები აქვს. იმ ნათქვამმა კიდევ უფრო გაამძაფრა მისი ტკივილი. ღამით დედის დივანზე ZHANYA-ს ფოტოებს ათვალიერებს. ძველ ფოტოზე საკუთარ თავს უყურებს და ცვლილებებით გულნათქენი რჩება. მეორე დილით ნატაშასგან ზარი მოდის, რომელიც თხოვს მივიდეს. ანია ნატაშას აივანზე მდგარ საწოლს იკავებს და იქცევს. დაშორებაზე წუწუნით აღმოჩნდება, რომ ჯენია წინა ღამით იქ იყო მის ყველა ნივთის დასატოვებლად. ნატაშას თხოვს რამდენიმე დღით მასთან და მის ქმართან დიმასთან დარჩეს, სანამ საკუთარ სახლს იპოვის. ის ცდილობს მეგობარი ანუგეშოს, მაგრამ ანია უკეთესად ყოფნა არ უნდა, მხოლოდ ტირილი და თავის საშინელ ყოფილზე ჩივილი უნდა, ვისთან დაბრუნებაც უნდა. თვითონ დიმასიც ცდილობს უკეთ აგრძნობინოს თავი. ამბობს, რომ ის ქალაქში ყველაზე სექსუალური გოგოა, მაგრამ ეს ანიას არ შველის. ის ღამეს აივანზე ატარებს და მეორე დილით ნატაშა უახლოვდება. ნატაშა უყვება ერთი მეგობარი გოგოს ამბავს, რომელიც ზუსტად ანიას მდგომარეობაში იყო. შეყვარებულმა მას ტექსტური შეტყობინებით დაშორდა, რადგან წონა მოიმატა.
ანიას მსგავსად წუწუნისა და დარდის ნაცვლად გოგონა სპორტდარბაზში წავიდა და ერთ თვეში გახდა. ყოფილმა შეყვარებულმა გადაწყვეტილება იმდენად ინანა, რომ მის ოფისში ყვავილები გაუგზავნა და დაბრუნებას თხოვა. როცა ანია წუწუნებს, რომ დარბაზში ჩასაწერად საკმარისი ფული არ აქვს, ნატაშა სთავაზობს, ქალაქის ყველა სპორტდარბაზის ერთკვირიანი უფასო სასწრაფო პერიოდი გამოიყენოს და ყველაფერი უფასოდ გააკეთოს. მეორე დილით ანია თავის დილის აფირმაციებს ამბობს, ერჭიქა წყალს სვამს და ცხოვრებაში პირველად მიდის სპორტდარბაზში. ცოტა დრო სჭირდება აღჭურვილობასთან შეგუებას და სარბენ ბილიკიდან არაერთხელ ვარდება. მაგრამ მთელი მისი ძალისხმევა წყალში იკრება, რადგან 1 საათის შემდეგ უკვე რესტორანშია და 2-ის მაგივრად ჭამს. ნატაშა, რომელიც რესტორანში მუშაობს, საჭმელს აგდებს, იმედგაცრუებული, რომ 2 საათზეც მეტხანს ვერ გაძლო. მეგობარს თხოვს, ცოტა ნებისყოფა მაინც გამოიჩინოს. სახლში დაბრუნებისას, ანია მთელ სხეულზე დამატენიანებელ კრემს ისვამს და პლასტიკში ეხვევა. იმედი აქვს, ეს ხრიკი რამდენიმე კილოს დააკლებინებს, თან ჩიფსების ერთ შეკვრას ანადგურებს. შუაღამისას ცდილობს მაცივრიდან საჭმელი მოიპაროს, მაგრამ ნატაშა ამაში წაასწრებს. მეორე დღეს გადაწყვეტილია, რომ არაფერ არაჯანსაღს არ შეჭამს. ეს მისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან საკონდიტროში მუშაობს. ტორტის გაფორმებისას, შემთხვევით თითებიდან მინანქარს ილოკავს და ამის საკომპენსაციოდ 10 ჩაჯდომას აკეთებს. მთელი დღის განმავლობაში საჭმელი თითქოს ეძახის, მაგრამ თავს იკავებს. ერთ მომენტში მთლიან ტორტთან მარტო რჩება. რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებს, ცდილობს მოიგონოს მიზეზი. რატომ უნდა შეჭამოს? ბრუნვისა და კინაღამ თაროს გატეხვის შემდეგ ნებდება და ტორტის ნახევარს ერთბაშად ჭამს. ანია ხვდება, რომ პრობლემა აქვს. ის ეძებს თვითდახმარების ჯგუფს იძულებითი კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის და ერთ შეხვედრაზე ეწერება. ქალების ჯგუფში არის ერთი მარტო ხელა კაცი, სახელად კოლია. ანია თავს ენჯელად წარადგენს და იტყუება, თითქოს საერთოდ არანაირი კვებითი აშლილობა არ აქვს. ამის ნაცვლად ამტკიცებს, რომ ჟურნალისტია და კვებით აშლილობებზე სტატიას წერს. ჯგუფი ცდილობს მასთან ლაპარაკით დაარწმუნოს, მაგრამ ანია მაინც არ იღებს იმ ფაქტს, რომ პრობლემა აქვს. გაბრაზებული კოლია თითოეულზე მიუთითებს და მსუქნებს ეძახის საკუთარი თავის ჩათვლით. ის ასევე ამბობს, რომ აშკარაა ანიამ ჟურნალისტობაზე იცრუა, რადგან არ სურს აღიაროს, რომ პრობლემა აქვს. ანია ვითომ სატელეფონო ზარს იღებს და შეხვედრას ტოვებს, მაგრამ კოლია უკან მიხვება. ის ახლომდებარე რესტორანში ეპატიჟება და ანიამ მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ საჭმელზე უარის თქმა არ შეუძლია. კოლია სთავაზობს, რომ ერთმანეთის სპორტდარბაზის პარტნიორები გახდნენ. ასე ყოველდღე ერთად ივარჯიშებენ, სანამ რამეს შეჭამენ, ერთმანეთს კითხავენ და მთელი პროცესის განმავლობაში ემოციურ მხარდაჭერას გაუწევენ ერთმანეთს. ანია დარწმუნებული არ არის KOLYSS ნამდვილი განზრახვების შესახებ, მაგრამ ცდაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მომდევნო დღიდან ყოველდილით პარკში დადიან სარბენად. თავიდან ანია არ სურს KOLYS-თან ყოფნა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ხვდება, რომ ის სინამდვილეში კარგი ადამიანია. მას აღარ ცხენია საკუთარი სხეულის, რაც მისთვის უჩვეულო და უცხო განცდა. მასთან ერთად გატარებული დრო საკუთარი სხეულის შეყვარებაში ეხმარება. ისინი ერთმანეთს ამხნევებენ და მალე ანია ნელ-ნელა წონაში კლებასაც იწყებს. მისი თავდაჯერება ირყევა, როცა აუზის წვეულებებზე მიდის და გამხდარ გოგოებს ხედავს, რომლებიც საოცრად ლამაზები არიან. როცა იმედგაცრუებას გრძნობს, კოლია ეხმარება. ხშირად მთელი ხმით ყვირიან, რათა სტრესი მოიხსნან. ანიას მხოლოდ ZHANYS მოწონებას წყურია, რის გამოც კოლია ეჭვიანობს. თვენახევარში იგი 10 კილოს იკლებს და აუზთან შემთხვევით შეხვედრას გეგმავს. ინსტრუქტორი მის დანახვაზე შოკში ვარდება. საუბრის შემდეგ აუზში ერთობიან, სანამ ქორწილის გოგო ZHANYS საცოლე არ მოვა. ანიას გუგული მეორე ტყდება. წვეულებიდან მიდის და მთელი ღამე სვამს, რათა დაივიწყოს. დილით კოლიას საწოლში შიშველი ეღვიძება, თუმცა კოლია არწმუნებს. დინა ღამის ფლეშბექი გვაჩვენებს, რომ ანია სახლში უცნობ კაცთან ერთად წასვლას აპირებდა, მაგრამ კოლია ზუსტად დროულად მივიდა და მის გადასარჩენად სახეში მუშტიც კი მიიღო. უცნაური დილის შემდეგ დედის სახლში მიდის და ყველაფერს უყვება. დედის თქმით, ანიას მამისგან დარჩენილი ტრავმა აქვს, რომელმაც ბავშვობაში მიატოვა, ამიტომ ZHANYS-გან აღიარებას ელის. მეორე დღეს მამასთან KOLYS-თან ერთად მიდის, რადგან გზა 5 საათიანია.
გზაში კოლია ხშირად ცდილობს მასთან დაახლოებას, რითიც აჩვენებს, რომ მოსწონს, მაგრამ ანია მის მინიშნებებს ვერ ამჩნევს. ბოლოს ისინი მის მამას სერგეის სხის სახლში ხვდებიან, სადაც ის ერთ ქალთან ერთად ცხოვრობს. ეკითხება, რატომ არ უნდა მის ცხოვრებაში ჩართვა. სერგეი, მისი მამა ახსენებს იმ დროს, როცა დაბადების დღეზე საჩუქრით მივიდა, მაგრამ მან ფანჯრიდან გადააგდო. ღამით ანია შემთხვევით სანთელს აგდებს და ხის სახლს ცეცხლს უკიდებს. სერგეი უყვირის, რომ მისი სახლი გააფუჭა, თან საერთოდ არ ადარდებს მისი უსაფრთხოება. ამის შემდეგ ანია და კოლია მაშინვე სახლში ბრუნდებიან და შორებამდე ის ცხვირზე კოცნის. კოლია სახლში დაბრუნების გზაზე ბედნიერების მწვერვალზეა. ის მასთვის ყვავილების მისატანად საათსაც კი ცვლის. სხვაგან სცენა ხდება ანიასა, ბოდის უხდის ლაპარაკის მერე ერთად წვებიან, კოლია ყვავილებით დაბრუნებული მათ ხედავს და იმედგაცრუებული მიდის. დილით ანიასე, ესთან იღვიძებს. ის ამბობს, რომ ერთ თვეზე ბევრად უკეთ გამოიყურება. ეს ანია საცნობიერებინებს, რომ არ სურს ისეთი გაურკვეველი ურთიერთობა, სადაც ყოველთვის ეშინია, რომ პარტნიორი მიატოვებს. ისინი ისევ ჩხუბობენ და ჟენია მიდის. იმ ღამით ის KOLYA სახლში მიდის, რადგან მეგობართან ყოფნა უნდა, მაგრამ კოლია იმდენად გაბრაზებულია, რომ ვაშლს აწვდის და აცხადებს, მათი პარტნიორული ურთიერთობა დასრულებულია, ახლა როცა მან წონა დაიკლო. მეორე დილით ნატაშა სახლში მიდის, მაგრამ კარს არავინ უღებს. ის მეზობლის ფანჯარასა და მილს იყენებს, რათა სახიფათოდ შევიდეს სახლში. აღმოჩნდება, რომ ნატაშას და მის ქმარს დიდი ჩხუბი მოუვიდათ, რის შემდეგაც ის წავიდა. გოგოები ერთმანეთთან საუბრობენ და თავს ბევრად უკეთ გრძნობენ. მომდევნო დღეს სერგეი ისევ ხვდება ანიას და ბოდის უხდის, რომ ცუდი მამა იყო. ის ასევე მასთან ცეკვავს, როგორც მაშინ, როცა ის პატარა გოგო იყო. როცა ეს ორი შერიგდება, ანია ფიტნეს მარათონზე მიდის, რათა KOLYA-ს შეხვდეს. ის პოულობს მას, როცა ცივ სასმელს სვამს და ძირს უგდებს მასზე თავისი დომინირების დასამტკიცებლად, როგორც მის პარტნიორს. ასევე აცხადებს, რომ რადგან მან საკმარისი წონა ვერ დაიკლო, მისი პასუხისმგებლობაა დაეხმაროს, რაც არ უნდა მოხდეს. ისინი მარათონში მონაწილეობენ და მთელი ძალით ასრულებენ. ბოლოს კოლია საკმარის გამბედაობას იკრებს, რომ აკოცოს. ცხოვრებაში პირველად ანია ხვდება, რომ საკუთარ გარეგნობაზე აკვიატება მას ბედნიერს ვერ გახდის. ნამდვილი ბედნიერება საკუთარი თავის ისეთად მიიღება, როგორც ხარ, როგორც ეს KOLYA-მ შეძლო. ის ზრუნავდა ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ ცხვენოდა გარეგნობის. ანია კი მას ბაძავს. აი ასეთი შესანიშნავი ფილმია. გამოიწერე, რომ კიდევ მეტი ასეთი ვიდეო ნახო, ჩართე შეტყობინებები და დატოვა ლაიქი, რათა არხს დაეხმარო. ნახვისთვის მადლობა.